სახში ხალხი აღარ ამზადებს საჭმელს. იქ რო ვიწყებდით თოხნას დასაწყისში და ბოლოში რო გავდიოდით, საწყისი უკვე გასათოხნი ქონდა. გემოთი არის აი კომბოსტოს რო შიგნით გული აქვს. აი თითქმის ეგეთი გემოზეა. ნახოთ აბა. ანუ ამაზე ჯანმრთელი ცოტა რამ არის. არაფერი არ არის ამაზე ჯანმრთელი. ერთ-ერთი ყველაზე ჯანმრთელი პროდუქტი არის, რომელიც შეიძლება ადამიანმა მიიღოს. ვერც ჩვენ ყოფნით, ვერც ჩვენი მეგობარი ფერმერები ვერ ყოფნიან იმ მოთხოვნას, რაც ორგანულ ბოსტნეულზე არის ქვეყანაში. დაგარტყას თავში, რომ აი დავიღალე ამ ყველაფრით, აღარ აქვს აზრი და აი ვჩერდები რა, ბაგრძელებ ისევ ქალაქში, ცხოვრობ და თქვენ ხო რეალურად ეგეთია. ვერ ჩერდები. ეს გვაძლევს იმ მოტივს, რომ არ დავნებდეთ და ისევ თბილისში არ დაუბრუნდეთ, ან საერთოდ ქვეყნიდან არ წავიდეთ. არ გვინდა. იმ დღეს ვცდილობდით გვესწავლებინა მოხმარებლებისთვის, როგორ გააკეთონ ეს პროდუქტი. გარდა ამისა, სტანდარტიზირებული baby box-იც გვექნება. აქ შეიძლება ანონსიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბავშვო ყუთი. თუ მოთხოვნას დავინახავთ, რომ არის ბათუმში, აუცილებლად მივაწვით. და თქვენთან უნდა მოიწერონ ალბათ Facebook-ზე მინიმუმ. გვინდა დავამოტივიროთ მეტი ადამიანი, რომ სახში ამზადოს საჭმელი, შეეშვას ამ გამოძახებას და მიირთვას ჯანსაღი და გემრიელი საჭმელი სახში. ეს არის ბარდა. ორგანული არ მეშინია. წარმოედგინეთ ბიზნესი, სადაც მომხმარებელი ფულს იხდის იმაში, რაც ბუნებაში ჯერ საერთოდ არ არსებობს. არც დათესილა, არც ამოსულა და არც იციან ზაფხულში გვალვა დააზიანებს თუ სეტყვა. ერთი შეხედვით ეს ალოგიკური რისკია, თუმცა ლანჩხუთის სოფელ ნიგოიჩი, ფერმა უდაში, სწორედ ამ მოდელმა გაამართლა. მას საზოგადოების მხარდაჭერილი აგრომეურნეობა ჰქვია. 2 წლის წინ, როცა აქ პირველად ჩამოვედით, მაშინ გავიგეთ, რომ ასეთი მოდელი საქართველოშიც თურმე არსებობდა და პირველებმა სწორედ ჩვენმა დღევანდელმა გმირებმა ირაკლიმ და სალომემ წამოიწყეს აქ გურიაში. ეს საქმე იქამდე მივიდა საბოლოო ჯამში, რომ დღეს უკვე 200-მდე ოჯახს საკუთარი პირადი ფერმერი ყავს ნიგოიჩში. მომხმარებლები წინასწარ აფინანსებენ სეზონს, სანაცვლოდ კი ყოველ კვირა აი ასეთი ჯანსაღი ბოსტნეულით სავსე ბოქსებს იღებენ. როგორ მუშაობს ეს მოდელი გურიაში, რა პერსპექტივა აქვს ზოგადად საქართველოში, სწორედ ამაზე ვისაუბრებთ დღეს გადაცემა მე ვარ ფერმერის ეთერში, ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთად. საბეჭდლების ქვეშ ვარ, სულ ფართოვდებით და ფართოვდებით. ნაკვეთიც და კიდევ ახალი მასპინძელი ყავს ფერმა ოდაში. ლილი, ულამაზესი, რომელიც მუცელში იჯდა ჩვენ როცა ვსტუმრობდით და ახლა უკვე ძალიან მაგარი გოგო, თქვენი დამხმარეა, ვიცი და ძალიან მოწონს აქ ცხოვრება, ხო? ეხლა პირდაპირ ბოსტნიდან მაგერ ჭამს. მოგვიყევით თქვენზე, როგორ შეიცვალა ამ 2 წელში ფერმა ოდაში. ეხლა ვიხსენებ ბოლოზე. ბოლოს რა მდგომარეობაში ვიყავით მაგ დროს ხო? ესეთი მასშტაბის ბოსტანი მე მგონი პირველად გვაქვს, რომ ესე ტექნიკა, რომელიც შევიძინეთ, გვეხმარება, რომ ესე მდგომარეობაში გქონდეს ჩვენი ბოსტანი. და მანამდე ძალიან გვიჭირდა რომ აი გათოხნის ამბავი იყო და ესეთი ტერიტორიაზე არ ქონდა დათესილი და წელს აშკარად პროგრესი გვაქვს. ნაირსახეობაც მე მგონი გაგვეზარდა, ხო? თუ იგი ოდნავ გაგვეზარდა. და მომხმარებლების რაოდენობა ვიცი რომ მნიშვნელოვნად იზრდება სეზონიდან სეზონამდე, ხო? მომხმარებელი ძალიან ბევრია, უბრალოდ პროდუქტი არ გვაქვს მაგდენი. ჩვენ ვერ წვდებით მაგდენს, ამიტომაც ვისაც უნდა ორგანული მეურნეობის შექმნა, აუცილებლად გააკეთოს, რომ მეტი ადამიანი დავაკმაყოფილოთ, ანუ ვერც ჩვენ ყოფნით, ვერც ჩვენი მეგობარი ფერმერები ვერ ყოფნიან იმ მოთხოვნას, რაც ორგანულ ბოსტნეულზე არის ქვეყანაში. შესაბამისად ამ შემთხვევაში რაც უფრო მეტრი იქნებით, მით ერთესად კი, მით უმეტეს ერთად მიერ გაერთიანებად შეიძლება, უფრო სერვისებიც უფრო ხელმისაწვდომი გახდება, პრეპარატებიც უფრო ხელმისაწვდომი გახდება და ბაზარიც უფრო გამარტივდება, როდესაც ყველანი ერთად ვიმუშავებთ და ამიტომაც რაც მეტი გააკეთებს ორგანულ მეურნეობას, ჯამში ჩვენც გვირჩევნია. მეტი თანამებრძოლი გვეყოლება. და აქ რაც შეეხება მაგალითად ეხლა მაშინ 2 წლის წინ რო იყო ძალიან გვიჭირდა მაგალითად სტაფილოს მოყვანა, ჭარხლის მოყვანა, ანუ ისეთი კულტურების, რომელიც პირდაპირ ფესვადი არის ნიადაგში, იმათი მოყვანა ძალიან გვიჭირდა. რადგან არ ქონდა შესაბამისი ტექნიკა და გარდა მაგისა
რაც დანარჩენი ბოსტანი არის, იმ ყველაფრის მოვლას ვაკეთებდით ხელით, ანუ ხელით შრომობდით, თოხებით შრომობდით და ხელის ტრაქტორით თან ბევრნი არიყავით, ხო? თქვენ ორნი და სულ რამდენიმე ადამიანი. დათუნა იყო და კიდე ყავდა მოხალისეები, მაგრამ მაინც ანუ წარმოიდგინე ხა აი ამ ნაკვეთი არის, ეს ნაკვეთი არის 440 მეტრის სიგრძეში. იქ რო ვიწყებდით თოხნას დასაწყისში და ბოლოში რო გავდიოდით, საწყისი უკვე გასათოხნი ქონდა. ანუ ჩვენი მთელი ცხოვრება იყო თოხი. ამინდებსაც ხო უნდა დაამთხვიო, შეიძლება წვიმა უწიოს და აი წვიმის მერე ბალახი იცით როგორ ამოდის და აი იმაში უკვე თოხით შესვლა ძალიან ძნელი იყო და ფაქტობრივად ბალახი გვასწრებდა და ის ბალახი მერე ჩაგრავდა იმ მცენარეებს, რაც ჩვენ გვჭირდებოდა. დღეს კიდე გამოგდის ისე, რომ რასაც შარშან ვაკეთებდით 7 ადამიანი 2 დღე, ამას ვაკეთებთ საათნახევარში ერთი კაცი. აი ეს მთელი ნაკვეთი დაახლოებით 2.5 ჰექტარი არის, მე და დათომ ორმა კაცმა დილის 9-დან შუადღის 2-მდე დაბაკულტივირებთ მთლიანად. ტექნიკით. რომელიც გრანტის ფარგლებში მიიღეთ, ხო? კი, 20 ხელის ტექნიკა არის, მაინც ხელის ტექნიკა არის, მაგრამ ნუ შედარება არ შეიძლება. იმ დღეს გავიარე, მე გავიარე პირადად 17 კილომეტრი ვისეირნე აი ამ ტექნიკით, მაგრამ ნუ აი ყველაფერი ქონდა იდეალური. აი მაგალითად სტაფილოს ხაზი რო აიღო, რასაც მოვანდომებდით 10 საათს, იმას ვაკეთებ 20 წუთში. და ის 10% დანაკარგი ხარისხის მიღირს. აჰა, მესმის. გარდა იმისა, რომ ორგანული მეურნეობა გაქვთ და ეს ყველა მხრივ დასაფასებელია სოფლის მეურნეობაში, გაქვთ ძალიან საინტერესო და მიმზიდველი ჩვენთვის უცხო მოდელი, რომელსაც თავაზობთ მომხმარებელს. ეს არის საზოგადოების ხარდაჭერილი აგრომეურნეობა. რაც დარწმუნებული ვარ თქვენთვისაც დიდი გამოწვევა იყო, იმიტომ რომ ამის მაგალითი პრაქტიკულად არ ვიცი. თუ არსებობს, თქვენ იყავით პირველები, ვისთანაც ჩვენ მოვხდით და მინდა რომ მაყურებელს ჯერ კარგად ავუხსნათ ამის არსი, რას ნიშნავს საზოგადოების მიერ მხარდაჭერილი აგრომეურნეობა და შემდეგ გადავიდეთ უშუალოდ სპეციფიკაზე, რასთან გიწევთ შეჯახება, რამდენად რთულია ეს და რამდენად კარგად მუშაობს. ანუ პირველები ვიყავით, სამწუხაროდ პირველები ვიყავით და დღესაც სამწუხაროდ ერთადერთები ვართ ამ მოდელზე. ძალიან მინდა რომ ეს მოდელიც განვითარდეს და მეტი ფერმა ამ მოდელზე გადავიდეს. ეს მოდელი საკუთარ თავში გულისხმობს იმას, რომ მოხმარებელი, ვისაც უნდა ჯანსაღი პროდუქტი და ფერმერი, რომელსაც უნდა რომ ეს ჯანსაღი პროდუქტი მოიყვანოს, ერთმანეთს უკავშირდება და რაც ერთი საზოგადოება იქნება, რომელშიც მოხმარებელი ეხმარება ფერმერს ფინანსურად წინასწარ, რომ მისთვის კონკრეტულად ეს პროდუქტი იყოს მოყვანილი. მაგალითად, ჩვენ შემთხვევაში იანვრიდან იწყებს მოხმარებელი გადახდას, იხდის ოქტომბრის ჩათვლით 10 თვის განმავლობაში და ჩვენ 22 კვირის განმავლობაში ვაწვდით მათ პროდუქტს. თუმცა ამ მოდელსაც ნელ-ნელა კიდე უფრო დავხვეწავთ, ჩვენ რეალობას მოვარგებთ, ცოტათი შევცვლით, რაც გვაქვს უკვე აზრები, სავარაუდოდ მომავალი წლიდან ცოტათი შეიცვლება, თუმცა თავარი ამომავალი წერტილი არის იმაში, რომ მოხმარებელი ეხმარება ფერმერს, რომ ფერმერმა ზუსტად მისთვის მოიყვანოს ჯანსაღი პროდუქტი. სკეპტიკური მოსაზრებები იქნებოდა ამ მოდელის ირგვლივ, ხო, როგორც თანასოფლელებისგან ალბათ. ყოველ წელს არის ეგ სკეპტიციზმი, კი. ჩვენც გვაქვს ეგ სკეპტიციზმი საბოლოო ჯამში, ანუ ჩვენც მაგალითად აი პირველი გამოწვევა, ხო, ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევა რაც არის ის, რომ ჩვენ მოხმარებელს ვეუბნებით, რომ 6-7 პროდუქტი მიწოდებაში ექნებათ. და 6-7 პროდუქტის დამთხვევა ერთად არის საკმაოდ რთული, კი? სეზონური. ანუ აი პირობითად ვთქვათ, დღეს წელს ეს ბროკოლი რაც გვაქვს, უნდა მოგვეკრიფა 1 თვის წინ, მაგრამ ამიდების გამო ვერ მოვკრიფეთ 1 თვის წინ. აი ეს დამთხვევა არის ძალიან რთული, მაგიტომაც მე იწვევს უკანყოფილებას მოხმარებელში, ამიტომაც მოდელში რაღაც პატარა ცვლილებებს გავაკეთებთ აუცილებლად, რა ის გაგებით ეკიდება მომხმარებელი ამას, იმიტომ რომ რა თქმა უნდა თავიდანვე ალბათ რისკებზე გექნებათ საუბარი თქვენ კი, თავიდან სარეგისტრაციოშივე არის ის ყველაფერი ჩაშლილი პუნქტებად და საბოლოოდ ხელს აწერენ იმაზე, რომ რისკებს ერთად ვიზიარებთ და როგორც წარმატებას, ისე წარუმატებლობაც ერთად ვიზიარებთ და მაინც ვცდილობ, რომ თუ წარუმატებლობა მოვა, ის შემდეგ წელს ავანაზღაუროთ ის მიწოდებები, რაც ვერ მივაწოდეთ, მაგალითად. რამდენი მომხმარებელი გყავთ ამ ეტაპზე? ამ ეტაპზე ვარიგებთ მომხმარებლის რაოდენობას, ეხლა ზუსტად ვერ ვიტყვი, მე ვიცი რამდენი რაოდენობა გვაქვს პაკეტი მისაწოდებელი, ეს არის 197 პაკეტი, ანუ 197 5 კილოიანი პაკეტი ყოველ კვირა აი ამ ნაკვეთიდან უნდა გავიდეს. ვერთო ჩემო რართულია წარმოვიდგენია. ხო, 1 ტონა. დაახლოებით ტონა პროდუქტი უნდა გავიდეს ერთ
თან მაშინ როცა მხოლოდ შენზე და შენ შრომის უნარიანობაზე არ არის ეს დამოკიდებული. ბევრი ფაქტორია, იმიტომ რომ ღია ცის ქვეშ, ღია გრუნტში მოყავთ ეს პროდუქცია, ხო? ამინდი არის ყველაზე დიდი. კი, თუმცა აი არის ზოგი მოხმარებელი მაგას ვერ ხვდება, კიდე ძალიან ბევრი მოხმარებელი უბრალოდ არ არის გათვითცნობიერებული სოფლის მეურნეობაში, არ იცის რა არის სეზონური პროდუქტი, არ იცის რა როდის მოდის და ცოტათი რთულია ამის ახსნა. რაც თქმა უნდა არის კლიენტებთან რაღაც გარკვეული რიგი პრობლემები ზოგ კლიენტს. უბრალოდ არ ესმის ეგ მოდელი, თუმცა ჩვენი მისია ზუსტად ეგ არის, რომ ჩვენ მოხმარებელს ვასწავლოთ, აუხსნათ რა როდის მოდის, იმიტომ რომ დღეს ჩემთან თუ მიირთმევს ამ თქვა ბოსტნეულს და ხვალ აღარ მიირთმევს ჩემთან, პრობლემა არ არის, თუმცა ბაზარში რო წავა, უნდა იცოდეს, რომ იანვარში პომიდორს რო იყიდის, ის არ არის ჯანსაღი ჯერჯერობით და. ისე ამ ხნის განმავლობაში რაიმე ემოციური კავშირი მომხმარებლებს გაუჩნდა თქვენი ფერმის მიმართ. პირობითად გირეკავენ ხოლმე როგორ მიდის საქმე, რაღაც წინასწარ იგებენ ამბავს, რა ხდება თქვენს მეურნეობაში, იმიტომ რომ თქვენ ხო ფაქტობრივად თანამესაკუთრეები ხართ იმ ყველაფრის, რასაც საბოლოოდ აკეთებთ, ხო? იცი რა არის ალბათ თვალსაც გვადევნებენ ჩვენ სოციალურ ქსელებში და ჩვენ შევქმენით WhatsApp community, სადაც გაწევრიანებულია ეს ხალხი და ჩვენც ვუზიარებთ ჩვენს ყოველდღიურობას, ანონსებს, რა იქნება პროდუქტი, ჩავდივართ თუ ვერ ჩავდივართ და მოკლედ აი ეს უკავშირი სულ გვაქვს რა. ხო, ალბათ აი უფრო მეტად აინტერესებთ ხოლმე რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ და ჩამოსვლის სურვილით ძალიან ბევრს აქვს. აი ხა ბაზარშიც მაგალითად წინა კვირას ჰქონდა პირველი მიწოდება ამ სეზონზე და ახალი მოხმარებელი ბევრი უკვე გავიცანით, წელს ვინც დაგვირეგისტრირდა და გვაქვს ძალიან დიდი კავშირი გვაქვს საბოლოო ჯამში, ემოციური კავშირიც არის, იმიტომ რომ ეს არ არის და ეგ მინდა საბოლოო ჯამში ყველა მოხმარებელმა ძალიან მაქსიმალურად შეიგრძნოს ეს ყველაფერი, რომ ეს არ არის მომწოდებელ კლიენტის ურთიერთობა, ეს არის რაღაც ერთი დიდი ურთიერთობა, სადაც ვაშენებთ რაღაცა დიდს, იმიტომ რომ ეს არ არის მოკლევადიანი ერთწლიანი პროექტი. აი მაგალითად ეხა აქ რა ბალახსაც ხედავთ, მომავალ წელს ნაკლები ბალახი იქნება, იმის წელს ნაკლები ბალახი იქნება და უფრო ჯანსაღი ნიადაგი იქნება. ანუ ნიადაგის გამოჯანმრთელებას უნდა პერიოდი. მესმის. ბიოლოგიურ მეურნეობას უნდა პერიოდი, ანუ პირველივე წელს შეუძლებელია ეგ ყველაფერი და გრძელვადიანად უნდა შეხედოს ამ მოხმარებელმაც ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად მათი შვილებისთვის ვქმნით ჯანსაღ პროდუქტს და თუ დღეს მეხმარება მის შვილი დიდი ხნის განმავლობაში შეძლებს ამ პროდუქტის ჭამას და უფრო ჯანმრთელი გაიზრდება და თუ მე მაგალითად მასეთ ხელშეწყობა არ მექნება, შეიძლება თქვა მომავალ წელს მე დავიხურებ ქუთაისზე, წავალ თბილისში ვიმუშავებ, ხო, რაღაც სამსახურში. მე ის მინდა რომ გავაკეთო. და საბოლოო ჯამში იმათაც უნდათ რომ ყავდეთ კარგი მომწოდებელი, რომელსაც იცნობენ, ურთიერთობენ, ჩამოდიან, მეგობრობენ, იმიტომ რომ ბევრთან მეგობრობთ უკვე. ბევრთან უკვე გვაქვს, აი კითხვაც რო არ ჩდება, მომავალ წელს გაგძელებ ჩვენთან თუ არა, წინასწარ ვიცით რომ აი ეს ხალხი ბოლომდე ჩვენთან არის. და ჩვენ ხო საკვირაო ფერმერული ბაზარი გვაქვს თბილისში, სოლოლაკში და ეხლა რა ჩავედით მომინდობის გამო, რა თქმა უნდა დავიგვიანეთ სეზონის გახსნა და წინა კვირას რო ჩავედით, ხალხმა რო დაგვინახა, მოკლედ აი სად იყავით, გელოდებოდით, მოგვენატრეთ და ჩვენ ამ ხელა იმასაც არ ველოდებოდით. ძალიან მაგარია. ჩვენ ახლა სანამ კამერას ჩავრთავდით, მანქანაშიც საუბრობდით, რამდენ სირთულესთან გიწევთ შეჭიდება და ამ დროს რაღაც გარდამავალი წამია ალბათ, როცა შეიძლება უბრალოდ დაგარტყას თავში, რომ აი დავიღალე ამ ყველაფრით, აღარ აქვს აზრი და აი ვჩერდები რა, ბაგრძელებ ისევ ქალაქში ცხოვრობ. ყოველი შაბათი ეგეთია. ვერ ჩერდები. უკან დასახევი გზა მოჭრილი არ გვაქვს. ეხა იყო ამ კვირაში იყო შაბათს, აი მოვკვდით. თან წვიმა იყო, ძალიან ცუდი ამინდები იყო, რაღაც ცუდად დაემთხვა და ისე ვიყავით რა წელს რაც და აღარ გვინდა დავიღალეთ რაღაცა და თბილისში რო ჩავეთ ეს მოხმარებლები რო დავინახეთ. ეგრევე ის დაბრუნდა რა ეს ემოცია რომელიც მათგან წამოვიდა რომ აი დაბრუნდით და ისე გაუხარდათ რომ კი, ზუსტად ამის კონდე ალბათ ეგ გაჩერებთ რა საბოლოო ჯამში, რომ არ ნებდებით და აგრძელებთ. ეს უკავშირი ძალიან ბევრს ნიშნავს და ნუ სოციალური მედიიდანაც ეს უკავშირი ძალიან ძვირფასია ჩვენთვის და ეს გვაძლევს იმ მოტივს, რომ არ დავნებდეთ და ისევ თბილისში არ დაბრუნდეთ, ან საერთოდ ქვეყნიდან არ წავიდეთ. არა, არ გვინდა. რომელი ახალი კულტურები გაჩნდა თქვენს
მეურნეობაში და ახლა რა პერიოდია კარტოფილს უკვე ხედავ? კარტოფილს ვიღებთ, მაგრამ ისევ და ისევ კარტოფილის აი 2 კვირაში უნდა დავიწყოთ მასიურად კარტოფილის ამოღება, ეხა მორჩა ყვავილობას და 2 კვირაში უკვე მზად იქნება. მასიურად წელს რაც გვაქვს სიახლე ეს არის ცერცვი, რომელიც ავიცი ბევრმა მომხმარებელმა არ იცის და რა კარგ ფერზე და ტანზეა. იმ დღეს ვცდილობდით გვესწავლებინა მომხმარებლებისთვის როგორ გააკეთონ ეს პროდუქტი, ვინც იყიდა ბანკმაყოფილი დარჩა და ეგონათ რომ მწვანელობიო იყო და მე აუხსენი რომ ეს მწვანელობიო არ არის, ეხა ესე მოამზადეთ, აი ამ კუთხითაც აქვთ ჩვენგან ეს მზაობა რომ უკან ნახოთ როგორ გააკეთონ ესა თუ ის უცნობი პროდუქტი როგორ გამოიყენონ და ხო, ბარდაც რაღაც რაოდენობაში გვაქვს წელს შედარებით. სტაფილო გვაქვს შედარებით რაოდენობაში ჭარხალი. გაზრდა. ორივეს მქონი. კულტურებს როგორ არჩევთ და აქვს თუ არა შესაძლებლობა მომხმარებელს აირჩიოს კონკრეტულად რომელი კულტურა მოხდება მის კალათაში? აი ზუსტად ეგ არის ის პირობები, რომლებზეც მუშაობთ, რომელიც იქნება განსხვავებული, ანუ წელს თუ კულტურას ვერ არჩევს რა იქნება კალათში, ვეცდებით მომავალ წელს რომ ჩვენ მოვიყვანოთ ის ძირითადი პროდუქტი, რომელიც მომხმარებლებს უნდათ და მათ თვითონ აირჩიონ რა რაოდენობა უნდათ კონკრეტულ კვირას რო წაიღონ. ანუ ახლა ძალიან ბევრი ნაირსახეობა გვაქვს და შემდეგ წელს უფრო გვექნება ისეთი პროდუქტები, რაც პატარებისთვის ყველაზე მოთხოვნადია, მშობლებისთვის ყველაზე მოთხოვნადია და იმ პროდუქტებიდან უკვე შეეძლებათ რომ ამოირჩიონ, აი კვირაში ახლა მაგალითად 3 სტაფილო უნდათ, 2 თავი ბროკოლი უნდათ და თვითონ შეეძლებათ რომ ამოირჩიონ გარდა ამისა სტანდარტიზირებული baby box-იც გვექნება, აქ შეიძლება ანონსიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბავშვო ყუთი. საბავშვო ყუთი ასაკების მიხედვით 6 სწორედ თვიდან. იმ პროდუქტების, რომელსაც 6 თვიდან იწყებენ, რომ მისცენ თავიანთ პატარებს და ეს არის გეგმა, რომ შევმამციროთ ნაირსახეობები, იმიტომ რომ ძალიან რთულია, იმის მიუხედავად, რომ ტექნიკა გვყავს უკვე რითიც უვლით, მაინც ძალიან რთულია ამხელა ბოსტნის მენეჯმენტი და ყველა მცენარის სხვადასხვანაირი მიდგომა უნდა, ну, ძალიან დიდი. თან ორგანულ მეურნეობაში ეს 10 მაგად ალბათ რთულს ხდის თითოეულ პროცესს, ხო? ავიცით გულწრფელად რა მაინტერესებს? ორგანული პროდუქციაზე რაღაც ერთგვარი სტერეოტიპი არსებობს, რომ ეს არის ცოტა მაღალ ბიუჯეტიანი ადამიანების ფუფუნება და პრივილეგია, ხო? და რეალურად ასეა? რეალურად ასეა. ჯერჯერობით ასეა, სამწუხაროდ. მაგიტომაც ვამბობ, რომ რაც მეტი ორგანული ფერმერი იქნება, ხელმისაწვდომობა გაჩნდება და ფასი დაიკლებს. მაგრამ ფასი მარტო აქედან არ გამომდინარეობს, ანუ აი არ ვიცი, აი თუ გინდა სტაფილოებში განახებთ მაგალითს, ხო? სტაფილო ყველაზე რთულად მოსაყვანი ბოსტნეულია და ყველაზე მოთხოვნადი. ეს სტაფილო არის, კი, ტექნიკით ვამუშავებთ, მაგრამ მაგის მერე მე და დათომ 2 სამუშაო დღე ხელით ეს ყველაფერი ვმარგლეთ. ანუ ეს ყველაფერი ხო ჯამში ღირებულება არის. და თქვათ ინდუსტრიულ ფერმებში რა შვებიან ამას გაჰერბიციდებენ, დათესავენ და მორჩა დაივიწყეს. შეიძლება კიდე დაასხან მერე ერთი. ხო, მერე არის კრეფა და ამაში გვაქვს, არ ვიცი, გატარებული ალბათ 20 საათი აი ამ 9 სტაფილოს რიგში, იმისთვის რომ იყოს სტაფილო. მაგიტომაც ღირს ძვირი. ანუ მარტო ის არ არის, რომ აი ორგანულია, მეორე კიდე არის მოსავლიანობა. ვთქვათ, თუ სტანდარტული ფერმერი რა ვიცი, კარტოფილს ჰექტარზე 20-25 ტონა მოყავს, ჩვენ მოყავს მაგის მეოთხედი. იმიტომ რომ არ ვაძლევთ სასუქებს და რა ვიცი, ასე თუ ისე ბუნებაზე უფრო მეტად ვართ დამოკიდებული. ამიტომაც ეს ყველაფერი ჯამში გადადის ფასში. როგორც მივხვდი, თქვენს პროფესიონალიზმთან თუ გამოცდილებასთან ერთად მნიშვნელოვნად იღბალზეც ხართ დამოკიდებული, ხო? არ იცით, როდის რა მოხდება თან იმ პირობებში, როცა გლობალური დათბობის პირობებში უამრავი რამ იცვლება. აი ამ რისკებს რით აზღვევს ფერმერი, რომელიც დამოკიდებულია ასევე საზოგადოების მხარდაჭერაზე, ხო? ვერაფრით ვერ ვაწყობთ. ამ რისკებს ვერაფერს ვერ ვაზღვევ და ზუსტად საზოგადოება არის და აი საზოგადოებას უნდა ისმოდეს ეგ ამბავი, რომ აი ეს რისკები არსებობს, ამ რისკებს ვერ გავექცევით, ანუ აი მაგალითად გუშინ ქარელი დასეთყვა. ხო, და ერთ დაიცვა. მაგალითად შარშან აი აქ დინარე გვაქვს, რომელთაც ვწყავთ აი ამ მთელ ნაკვეთებს. წელს გაშლილი გვაქვს საწყავის სისტემა. არ გამოგვიყენებია. შარშან გაშლილი ქონდა საწყავის სისტემა, ვერ გამოვიყენეთ, იმიტომ რომ ისეთი გვალვა დარჩა. რომ წყალი მდინარეში, აი, მდინარე დამშრალი ქონდა.
ანუ აი არსებობს ეგეთი რისკები, მაგალითად შარშან მე ვერ მივაწოდე ჩვენ მოხმარებლებს ბოლომდე დაპირებული პროდუქტები და წელს ვაწვდით ამ დაპირებულ პროდუქტებს. ამ რისკს ვერ გაექცევი. ხო, რაც შეეხება წამლობით ღონისძიებებს, რაღაც მსგავს ხედავთ. აქ რა ხდება, როგორ უვლით ამ კუთხით ნიადაგს და რას იყენებთ? ბიომეურნეობაში დაშვებულია ბევრი პრეპარატია დაშვებული, მაგრამ ეხლა ჩვენ პომიდროები შევწამლეთ, სპილენძი მივეცით, ბორდოს ხსნარი, სოკოა დაავადებების წინააღმდეგ, ხო? რომელიც შეგიძლია გამოიყენო ბიომეურნეობაში, მაგრამ ისიც ნორმის ფარგლებში უნდა იცოდე რამდენჯერ და რა რაოდენობა უნდა შეიტანო. ანუ ყველაფერს ვიცავთ იმას, რომ ჩვენი პროდუქტი იყოს ჯანსაღი და უსაფრთხო საკვებად. ძირითადად თქვენი პროდუქტი ძირითადად კი არა თბილისში მიგაქვთ, ხო? კი. ყველაფერი. ლოჯისტიკურად ხო უფრო მარტივია პირობითად ბათუმში გქონდეთ რეალიზაცია? ბათუმში და ქუთაისში გვირჩევნია, რომ ყავდეს მოხმარებელი. ანუ ჩვენთვის უფრო მარტივი იქნება 1 საათის გზაზე მივაწოდოთ პროდუქტი თან რა არის იცით, ჩვენ ძალიან ყოველთვის უყურებთ ამ პროდუქტს, აი ფრეშად რა როგორ თქვა, ახლად. ანუ ჩვენთვის ყოველთვის ფრეშია და თბილისში რო ჩაგვაქვს უკვე ისეთი ვიზუალი აღარ აქვს, რომ მაინც დიდი გზა 4 საათი გჭირდება, რომ ჩავიდეთ თბილისამდე და აქ რო დავარიგებთ, უფრო ესეთი ჯანსაღი ეფექტიც ექნება და ჩვენთვისაც ლოჯისტიკურად უფრო მარტივი იქნება. და ამ ეტაპზე მოთხოვნა არ არის თუ რატო არ ხდება რეალიზაცია? მოთხოვნა დარწმუნებული ვარ, რომ იქნება მოთხოვნა, უბრალოდ არის მოთხოვნა, მაგრამ აი ძალიან ისეთი ცოტა ჯერჯერობით, რაც ჩვენ ვიცით რომ არის. მაგრამ მგონია რომ უფრო მეტი ხალხი იქნება, ვისაც ჯანსაღი პროდუქტი უნდათ ბავშვებისთვის. და თუ გაიზრდება პირობითად მოთხოვნა, თქვენი მხრიდანაც მზაობა არის იმის, რომ დააკმაყოფილოთ შემდეგი წლიდან კი იქნება. თუ მოთხოვნას დავინახავთ რომ არის ბათუმში, აუცილებლად მივაწვდით. და თქვენთან უნდა მოიწერონ ალბათ Facebook-ზე მინიმუმ შეუძლიათ. Instagram-ზე ან Facebook-ზე შეუძლიათ დაგვეკონტაქტონ და წინასწარ დაიჭირონ თადარიგი შეიძინონ ჩვენი baby box-ები და შემდეგ წელს უკვე მივაწვდით ბათუმს მოვამარაგებთ. ხო და თითოეულ მომხმარებელზე და მოთხოვნაზეა დამოკიდებული, მოკლედ გაჩნდება თუ ჩვენი არა. მეურნეობის ბედი. ფერმა ოდაში ბათუმშიც ხელმისაწვდომია ასე რომ მეგობრებო იაქტიურეთ, მიწერეთ Facebook გვერდზე და მომავალი წლიდან იმედია უკვე იმედია ბათუმსაც მოვამარაგებთ. ბათუმს, ქუთაისაც მოამარაგებთ და თქვენთვისაც მარტივი იქნება ამბავი და ბათუმელებსაც გაუხარდებათ სუფთა და ჯანსაღი უგემრიელესი პროდუქტის მირთმევა. ექნება ყვითელი გული? კი, წესით რა ვიცი. აუ ფერი რა საოცარ ფერზე. და ვაა. ამის რა ერქვა გახსოვს ამ ჯიშს? ლენორი არმონების ნიმუში. კობრაბის მოვიტანა. მედი. აი ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უცხო პროდუქტი საქართველოს ბაზარზე. ეს არის კომბოსტოსებთა ოჯახის წარმომადგენელი, ქვია კოლრაბი. გემოთი არის აი კომბოსტოს რო შიგნით გული აქვს. აი თითქმის ეგეთი გემოზეა. ნახოთ აბა. როგორ ქვია? კოლრაბი. კოლრაბი. და ცოტა ხანი მიხედე. ხრაშუნა ვიტამინებით სავსეა. ხელში გავმართვი, მე არ მაქვს უკვე. ვიტამინებით სავსეა, ანტიოქსიდანტია. და თქვენთვისაც პირველი იყო ატესტად მოიყვანეთ ჯერ? წელს არა, მესამე წელია მოყავს. კი, უბრალოდ ზრდით და უზრდით ამის წარმოებასაც. და შესანიშნავად ართმევს თავს ჩვენთან, ხო? კი, აუ, ფანტასტიკურად. ბოლქოვანი. ვის უნდა კიდე გასინჯოს? რა გემრიელია? გასინჯოს? მე პატარა უნდა მგონი. რატო არა? აჰადე. აუ, რა მაგარია. ამის წნილი არის ცალკე საოცრება. ვისაც წნილი უყვარს? სასწაული გემო აქვს. კომბოსტოს გემო თან აქვს, მაგრამ რაღაცა უფრო კომბოსტოს სიმწარე მოყვება, ეგ არის ვაშლის ხო? კომბოსტოს ოჯახია. უმად შეგიძლიათ, როგორც მოთუთული, შემწვარი, ბავშვისთვის ყველანაირად შეგიძლიათ მომწადოთ. უმი, რა თქმა უნდა, უფრო კარგია, იმიტომ რომ ვიტამინებს ეგრევე აითვისებთ. გულწრფელად უგემრიელესია. ეს ფოთლები გამოიყენება? ფოთლებიც გამოიყენება კი. ფოთლებისგან ფხალი კეთდება, ფხალად შეგიძლია გამოიყენო. ვაა. კეილები გვაქვს ლამაზი, იქ შეგვიძლია ვნახოთ სხვადასხვა. კეილები მანგოლდები. ნახოთ, ყველაფერი მინდა ვნახოთ რაც და ცოტა ხანი რა. ლამაზად ხარობს. ლილი იმენად სერწოებში მოსავალი წელს მგონი მაყოფილება უნდა იყოს, ხო? იმიტომ რომ ძალიან კარგად გამოიყურება ყველაფერი. რაღაცები აგვიყვავილდა, მაგალითად აი ეს ყვითელი ყვავილები არის ბოქჩოი.
კი. და ვერ გაიგო, ზამთარი იყო, ზაფხული იყო და მოკლედ აყვავილდა. უგემრიელესი ეგეც კომპოსტოს ნაირსახეობა, კიმჩიში იყენებენ ხოლმე ძირითადად. ეს არის ჩვენი მანგოლდები, ჭარხლისებრთა ოჯახის წარმომადგენელი. იქიდან კიდე უფრო სხვადასხვა ფერები გვაქვს იქ ყვითელი. მანგოლდები ადრე იყო უცხოხილი, თუმცა ეხლა უკვე ხო. ასეთ ისე ხო. ქეილი უფრო უცხოა ეხლა. ქეილი არ ვიცი, საოცრება. ეს ძალიან მოსინჯე. მომწონს. წერი არ შეყვეს. ეს ვინ არის? ქეილია ესეც? და სალათებში განსაკუთრებით გემრიელია, ზეითუნის ზეთთან და ძმართან ერთად. თეთრი უფრო ხო? თეთრი? მე უფრო ის მომწონს. ძალიან კაია. ძალიან. ქეილი გვაქვს სამი ქეილი გვაქვს სამი სხვადასხვა ჯიში. ქეილი ეხა ქეილზე ვცდილობთ რომ მოხმარებლებს ვასწავლოთ მისი გამოყენება, ანუ ეს პროდუქტი არის რაღაც ორი პრობლემა გვაქვს რა, რასაც მე ვაკვირდები, რომ ერთი რომ მოხმარებლებს რაღაც სიახლის ეშინიათ. და მეორე პრობლემა რაც გვაქვს არის ის, რომ სახში ხალხი აღარ ამზადებს საჭმელს. ანუ ახალგაზრდა თაობამ თითქმის აღარ იცის კერძების მომზადება. და აი კერძების მომზადებას იწყებენ, როდესაც ბავშვი ჩდება და უკვე ბავშვისთვის რაღაცა უნდა მოამზადონ და მან წესით ჩვენ უფრო აქტიურად უნდა ვერთვებოდეთ, აი მოდით ეს რეცეპტი გავაკეთოთ, ის რეცეპტი გავაკეთოთ, ალბათ ჩვენც მოვაბავთ თავს უბრალოდ ამხელა მეურნეობის მართვა, პლუს კიდე რეცეპტების გადაღება, პლუს ბავშვი ძალიან რთულია, ვერ ვასწრებთ მაგდას, მაგრამ გვინდა დავამოტივიროთ მეტი ადამიანი, რომ სახში ამზადოს საჭმელი, შეეშვას ამ გამოძახებას და მიირთვას ჯანსაღი და გემრიელი საჭმელი სახში. ამიტომაც ვცდილობთ რომ მოტივაციას და საჭიროს ფიქრობ. ხო, ავუხსნათ როგორ გამოიყენონ რომ რაღაც პროდუქტები, აი ხა მაგალითად ქეილის გვაქვს სამი სხვადასხვა ჯიში, შაშან მეტი ქეილი გქონდა, წელს ნაკლები გვაქვს, იმიტომ რომ მეთხოვნიდან გამომდინარე მოხმარებელმა დიდად ვერ გაიგო ეს პროდუქტი. წელს უფრო ნაირსახეობა შემოვთავაზეთ ქეილის, იქნებ ესე უფრო მოეწონათ, რომ ეს განსაკუთრებით რკინით მდიდარი სუპერფუდია. გაიცნონ და იქე მომავალში უფრო მეტად იყიდონ. ანუ ამაზე ჯანმრთელი ერთ-ერთი ბურგერი არ არის. არაფერი არ არის ამაზე ჯანმრთელი. ერთ-ერთი ყველაზე ჯანმრთელი პროდუქტი არის, რომელიც შეიძლება ადამიანმა მიირთვას. რამდენად ლამაზი არის ეს სცენარი. ჩვენ დავიწყოთ მომზადება მოკლედ და გავუზიაროთ ყველაფერი და შემდეგ თქვენ აზიარებთ ძალიან ბევრ საინტერესო ამბავს თქვენი მეურნეობიდანაც და რაც მოგყავთ იმ პროდუქტს, რაც ახლა საუბრობთ, თქვენს Facebook გვერდზე. კი ბატონო, ფერმა ოდაში, Instagram-ზე, Facebook-ზე. მე ძალიან მიხარია, რომ ყველა გიცნობთ. ხშირად რომ მოვდივართ ხოლმე გადაღებაზე და წინასწარ მეგობრები გვეკითხებიან სად მიდიხართ. აი ისე გამიხარდა რომ ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი გიყურებთ Facebook-ზეც და გიცნობთ რომ ალბათ ცნობადობა წლიდან წლამდე იზრდება. კი. ეხლა ცოტა ნაკლებად ვაქტიურობ, მე ვარ პასუხისმგებელი სოციალურ მედიაზე და ბავშვით ცოტა მიჭირს ყოველდღიურობის გადაღებას. მე აქ დიდ დროს უკვე აღარ ვატარებ, ძირითადად ირაკლი და დათუნა არიან და მოხალისეები. მაგრამ მაინც ვცდილობ რომ რაღაცეები ვაჩვენო და აი ეს უფრო მეტ კავშირს ამყარებს მომხმარებელთანაც და ვიზრდებით ნამდვილად. ძალიან მაგარია. ორგანულად. ძალიან ორგანულად. ხო. სადღაც უკვე 47,000 გამომწერი ყავს Facebook-ზე და ყველაფერი არის ორგანული გამომწერი, ნაკიდი კი არა. ხო, კი, ორგანული. შეგიძლიათ ნახოთ სხვა ისინი სტატისტიკები. ვისაც უნდა ორგანული ფერმის გაკეთება და ან არ აქვს ჯერ შესაძლებლობა, ან არ აქვს ჯერ ცოდნა, ან ვერ რისკავს ჯერჯერობით მაგის გაკეთებას და გვინდა რომ აი ესეთი 4 მოხალისე ყავდეს, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში ჩვენთან ერთად იქნება და ამ შეთავაზებაში ისიც იქნება, რომ ჩვენ მათ გამოვუყოფთ თავის ნაკვეთს, რომელზეც თავის ექსპერიმენტებს გააკეთებენ, რასაც უნდათ და ასევე თავის ნაკვეთზე მოყვანილ პროდუქტს ჩვენთან ბაზარზე გაყიდიან და თვითონ აიღებენ მაგ შემოსავალს. ესეთი რაღაც მიდგომა გვინდა რომ გავაკეთოთ, იმედი გვაქვს რომ ესეთ ადამიანებს ვიპოვით. თუ საქართველოში ვინმე არის შემოგვეხმიანეთ. აი ესეთ შესანიშნავ მოდელში იღებს საუკეთესო გამოცდილებას უკვე პრაქტიკაზე და ექსპერიმენტებზე დაფუძნებულთან. კი. ძალიან მაგარია. მეკითხა, აი ამ წლების განმავლობაში თქვენმა მოდელმა, თქვენმა მიდგომამ შეცვალა რაიმე სხვა ფერმერებში ირგვლივ გაჩნდნენ თქვენი მიმდევრები
სხვა ენთუზიასტები, ვინც ესე მთელ გულს და სულს დებს. სხვა შორის გიორგი თუ გახსოვთ ჩვენთან ვინც მუშაობდა მოხალისე. კარგად გახსოვთ. გიორგის აქვს უკვე თავისი ბოსტანი და მის პროდუქციას ვყიდით ჩვენ საკვირაო ბაზარზე. აქედან გამომდინარე შემიძლია ვთქვა რომ რაღაც იმოქმედა და ძალიან მაგარია. ადგილობრივი წარმოება კიდე უფრო გაიზარდა. და იმედი მაქვს რომ გიორგის მაგალითს სხვაც გადაიღებს და თუნდაც იყოს მონოკულტურისტი, მაგრამ რაღაცა მაინც მოიყვანოს და სუფთა და ორგანული ჩვენ შევძლებთ რომ წავიღოთ თბილისში, იმიტომ რომ ეხლა რამოდენიმე პატარა ბოსტანს ვინც გააკეთებს იმ პროდუქტის წაღება თბილისში არამომგებიანი იქნება და ჩვენ რადგან უკვე მივდივართ შევძლებთ რომ წავიღოთ ეს პროდუქტი გავყიდოთ იქ. ნოვანი თქვენ გიხდით უდიდეს მადლობას თქვენი საქმისთვის. გისურვებთ წარმატებებს და ალბათ თქვენც დაუბრუნდებით ზუსტად ვიცი რა ისეთი ტემპით მიდიხართ რომ ერთ-ორ წელიწადში აუცილებლად ისევ დაუბრუნდებით.